ცხელამინში წყალში გაგრილებას ალბათ არაფერი სჯობს, მაგრამ ზოგიერთ მდინარესა თუ ტბაში ჩასვლა ადამიანებისთვის სახიფათოა. ამ ეპიზოდში იმ ადგილებს გაჩვენებთ, სადაც უმჯობესია არასდროს იბანაოთ. ინდოეთის ქალაქ მუმბაიში უამრავი სანაპიროა და ეს გასაკვირიც არა, რადგანაც იქ არაბეთის ზღვა მდებარეობს, მაგრამ სამწუხაროდ ამ სანაპიროთა უმეტესობაზე ბანაობა არ შეიძლება. ყველაფრის მიზეზი კი ზღვაში ჩამდინარე ბინძური წყალია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში კანალიზაცია გაყვანილია, ნარჩენების უმეტესობა მაინც ზღვაში იღვრება. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობას ყველაფრის მდინარეში ჩაკრა ჩვევად აქვთ ქცეული. ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აქტუალური რჩება. ახლომდებარე წლებში ბანაობის დროს რაიმე დაავადების შეძენის რისკი საკმაოდ მაღალია. ის ადამიანები, რომლებიც ზღვაში მაინც ჩადიან, ქავილსა და გამონაყარს მუდმივად უჩივიან. მუმბაის ყველაზე პოპულარული სანაპირო, ჩოუპატიც კი იმდენად ბინძურია, რომ მისი დაბინძურების დონე ნორმას 4-ჯერ აღემატება. მიუხედავად ამისა, სანაპირო ადგილობრივ მაცხოვრებლებში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მე-19 საუკუნეში ტბა ანანდაგი, რომელიც ნიუ-იორკის სიახლოვეს მდებარეობს, დასვენებისთვის იდეალურ ადგილად ითვლებოდა. ამ ადგილას საკურორტო ზონა იყო მოწყობილი, სადაც უამრავი სასტუმრო, პარკი და რესტორანი განთავსებინათ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კრისტალურად სუფთა ტბა სამეწარმეო კომპლექსის ნაწილად იქცა და ეს ყველაფერი ცუდად დასრულდა. 1901 წელს ანანდაგის წყლის გამოყენება აიკრძალა, რადგანაც მასში დიდი რაოდენობით ბაქტერიები აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, სამეწარმეო ნარჩენებს ტბაში კვლავ ყრიდნენ, ამიტომაც 1940 წელს ხელისუფლება წყალში ჩასვლა ყველასთვის აკრძალა. საბოლოოდ მთავრობამ კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ის ადამიანები, რომლებიც ტბაში ნებისმიერ მავნე ნივთიერებას ჩაღვრიდნენ, უმკაცრესად დაიშჭებოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ იქ რამდენიმე გამწმენდი დანადგარიც განთავსეს და ამის შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის. ეს ლამაზი სანაპირო ამერიკაში, ფლორიდის შტატში მდებარეობს. 2012 წელს ის სერფინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დასახელდა. აქ თქვენ თევზაობა, ნავით გასეირნება და ზვიგენებთან ერთად ცურვაც კი შეგიძლიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ წყლებში დიდი რაოდენობით თევზი ბინადრობს, ზვიგენები ამ ადგილის ხშირი სტუმრები არიან. თუ ამ ყველაფერს სერფერებსაც დაუმატებთ, მაშინ არ გაგვიკვირდება ის ფაქტი, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად ამ სანაპიროზე ზვიგენების ადამიანებზე თავდასხმის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ყოველწლიურად სანაპიროზე უამრავი ადამიანი ისვენებს. პატაის სიახლოვეს მდებარე სიამის სრუტეში ადგილი სახელწოდებით სამესან ჰოუპი მდებარეობს. მისი სიღრმე 80 მეტრია, ამიტომაც ის სრუტეში ყველაზე ღრმა ადგილად ითვლება. მაგრამ მისი სიღრმე ყველაზე საშიში არაა, რადგანაც ამ ადგილას ძალიან ძლიერი დინებაა და ექსტრემალ მტკვრინთავებს, რომლებიც იქ ჩასვლას ცდილობენ, მუდმივად მასთან გამკლავება უწევთ. ყველაფერთან ერთად, ხილვადობა წყალქვეშ 3-დან 20 მეტრამდე მერყეობს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. კიდევ ერთ საშიშროებას ის გემები წარმოადგენენ, რომელთა მარშრუტიც სწორედ ამ ადგილას გადის. თუ სიღრმე, ძლიერი დინება, ცუდი ხილვადობა და მუდმივად მოძრავი გემები თქვენთვის საკმარისი არაა, მაშინ გეტყვით, რომ აქ ბარაკუდებიც ბინადრობენ. ისინი მეგობრულები არ არიან, ამიტომაც თავს ესხმიან ნებისმიერ რამეს, რაც მათთვის პოტენციურ საკვებად აღიქმება. ცუდი ხილვადობის პირობებში კი ყვინთავები კიდევ უფრო დაუცველები ხდებიან. გარდა ამისა, ფსკერზე ის აუფეთქებელი ჭურვები ყრია, რომლებიც იქ ამერიკის მთავრობამ ჩაძირა. ეს მცირე ზომის მდინარე, რომლის სიგანეც რამდენიმე მეტრია, ადამიანებისთვის ძალიან საშიშია. თუ ვინმე მდინარეში ჩავარდება, მისი იქიდან ამოყვანა შეუძლებელი ხდება. საქმე იმაშია, რომ სივიწროვის მიუხედავად, მდინარე ღრმა და ძალიან სწრაფია. სინამდვილეში, ის წყალუხვი მდინარის მცირე მონაკვეთს წარმოადგენს. ბოლტონ სტრიტის ქვეშ უამრავი გვირაბია. ძლიერი დინების გამო კი, მასში ჩავარდნილი ადამიანები გვირაბებში ხვდებიან და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. ალბათ იცით, რომ ჰავაის კუნძულებზე მთელი წლის განმავლობაში თბილი კლიმატია, ამიტომაც იქ ყოველწლიურად უამრავი დამსვენებელი ჩადის. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს კუნძულები შთამბეჭდავს სანაპიროებთან, ეგზოტიკურ ფრინველებთან და შვებულებასთან ასოცირდება, მაგრამ საფრთხეს შესაძლოა ასეთ ზღაპრულ ადგილასაც კი შევხვდეთ. რაოდენ შთამბეჭდავადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ჰავაის კუნძულები აქაური ოკეანე მეგობრული ნამდვილად არაა. მაგალითად, ჰანაპაკაის სანაპიროს მიმდებარე წყლებში დინება ისეთი სწრაფია, რომ მასთან გამკლავება საუკეთესო მცურავებსაც კი არ შეუძლიათ. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ამ ადგილას 400-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო. სანაპიროზე სპეციალური დაფაცკია განთავსებული, რომელზეც გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობაა მითითებული. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სანაპირო დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს მდებარეობს, იქ მაშველები არ არიან. შესაბამისად, მომაკვდავი ადამიანის დახმარებას ვერავინ შეძლებს. ამიტომაც დამსვენებელთათვის ამ სანაპიროს წყალში ჩასვლა აკრძალულია. მთელ მსოფლიოში ცნობილი მდინარე ამაზონი ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა. მისი აუზი იმდენად დიდია, რომ დღესაც კი ის ბოლომდე შესწავლილი არაა. ამ ადგილას დედამიწაზე ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეც მდებარეობს, რომლის ფართობი თითქმის 6 მილიონი კვადრატული კილომეტრია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ რამდენი რამ ბინადრობს ამ ადგილებში. რა თქმა უნდა, აქ მისტიკურ არსებებს ვერ ნახავთ, მაგრამ ბასრიკბილების მქონე პირანიებისა და ელექტროგველთევზებისგან საფრთხეს ნამდვილად უნდა ელოდოთ, რადგანაც მათთვის ფორპლის ზომა დაბრკოლებას ნამდვილად არ წარმოადგენს. ამაზონის აუზში თევზი ზედმეტსახელმწიფო
ფრთხილად კბილის ჩხილიც გვხვდება და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ისინი უწყინარები ჩანან, ამ პარაზიტებს ადამიანის ორგანიზმში შეღწევა შეუძლიათ. ამ თევზით მდინარის საშიში არსებების სია არ სრულდება. ალბათ ყველა მისით შავი კაიმანის შესახებაც. კაიმანებს კარგად განვითარებული კუნთები აქვთ. სიგრძეში კი მათი ზომა 6 მეტრამდე აღწევს. ამიტომაც ისინი ადგილობრივ მეფეებად ითვლებიან, რომლებიც ჭამენ ყველაფერს, რაც მათ გზაზე მოხდება. შორიდან აფრიკაში მდებარე ეს ადგილი ჩვეულებრივ ტბას ჰგავს, სადაც თითქოს არანაირი საშიშროება არ არსებობს, მაგრამ თუ ყველაზე გაბედული მყინთაოები მასში ჩასვლას მაინც გადაწყვეტენ, ისინი მიხვდებიან თუ რატომა ეს ტბა სიცოცხლისთვის საშიში. საქმე იმაშია, რომ ამ ტბაში მარტორქები, ნიანგები და სხვადასხვა ფრინველები ბინადრობენ. ფრინველები, რა თქმა უნდა, საშიშროებას არ წარმოადგენენ, რასაც ვერ ვიტყვით იმ უამრავ ნიანგზე, რომლებიც ამ ტბაში დაცურავენ. გარდა ამისა, ამ ადგილას ბუზიცეცეც ბინადრობს, რომელიც უამრავი დაავადების გადამტანია. ყველაფერთან ერთად ადგილობრივები დარწმუნებულნი არიან, რომ ტბაში უნიკალური ცხოველი ლუკვანდა ცხოვრობს. პერიოდულად ის ტბის სიღრმეებიდან ზედაპირზე ამოდის და მეთევზეებს აშინებს. კეიპტაუნთან სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილი ზვიგენების სანაპირო მდებარეობს. ამ ადგილას თეთრი ზვიგენების ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს. ასე რომ თუ თქვენ ამ მტაცებლებთან ახლოს ყოფნის სურვილი არ გაქვთ, უმჯობესია ამ ადგილისგან თავი შორს დაიჭიროთ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივებმა ტურისტებისთვის სპეციალური გასართობი ჯეიკ დაივინგი შექმნეს. ექსტრიმის მოყვარულები სპეციალურ გალიებში სხდებიან. ამის შემდეგ კი ისინი ოკეანეში ზვიგენების პირისპირ მარტო ნირჩებიან. როგორც ტურისტები ამბობენ, ასეთ დროს ზვიგენები ზედმეტ ცნობის მოყარეობას იჩენენ, მაგრამ აგრესიას იშვიათად გამოხატავენ. კალიფორნიაში მდებარე ეს ტბა შთამბეჭდავად გამოიყურება. თუ რა თქმა უნდა, ერთ დეტალს ყურადღებას არ მივაქცევთ. 1999 და 1990 წელს მომხდარი რამდენიმე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ტბის მიმდებარე მიდამოებში მომწამლავი აირების ამოფრქვევა დაიწყო, რის გამოც წყალსაცავთან არსებული ყველა ხე განადგურდა. ისინი ტურისტებისთვის ერთგვარ გამაფრთხილებელ ნიშნად რჩებიან, რადგანაც საფრთხე ისევ არსებობს. ამ ადგილებში პერიოდულად აირების ამოფრქვევა კვლავ ხდება და ის ყველა იმ ცოცხალ ორგანიზმს ანადგურებს, რომლებიც ამოფრქვევის მომენტში ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან. წარმოიდგინეთ წყალსაცავი კრისტალურად სუფთა წყლით, სადაც ქიმიური ნარჩენები არასდროს ჩაყრილა. უამრავი ტესტი, რომელიც მეცნიერების მიერ ჩატარდა, ადასტურებს, რომ ამ ტბაში რაიმე სახის მავნე ნივთიერება არა. ტბის ერთადერთ უცნაურობას აირის ბუშტუკები წარმოადგენენ, მაგრამ არც ამ აირებშია რაიმე საშიში. ფაქტობრივად, ციმბირში მდებარე ეს ტბა იდეალური ადგილი ჩანს, მაგრამ რატომღაც ტბაში თევზი არ ბინადრობს, ხოლო გადამფრენი ჩიტები ტბასთან მისვლას ყოველთვის ერიდებიან. თითქოს ამ ტბასთან მიახლოების ყველა ცოცხალ არსებას ეშინია, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი მეცნიერებმა დღესაც არ იციან. ეს უნიკალური წარმონაქმნები ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ ადგილებად ითვლებიან. ზოგიერთი მათგანი 10,000-ზე მეტი წლის წინ შეიქმნა. მაშინ, როდესაც ეს ადგილი უბრალოდ ტურისტებისთვის საშიშად გამოიყურება, დაივერებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგანაც წყალქვეშა გვირაბების შესწავლა დაუსრულებლად შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილებში ბანაობა აკრძალული არაა, გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს. მაგალითად, კუნძულ გოზოსთან მდებარე ლურჯი ხვრელი ადამიანებისთვის ძალიან სახიფათოა. ძლიერი წყალქვეშა დინების გამო ეს ადგილი მყინთაოებისთვის ერთგვარ ხაფანგს წარმოადგენს. ამიტომაც ამ ადგილას შეყვინთვა სპეციალური მომზადების გარეშე აკრძალულია.